გაგებათ ჩვენ სტუმრებს 90-იან წლებში შუქზე ნათელი წერტილი პასიანსი მეგობრებო როგორ გამდებით? გადასაევა. მადლობა. კარგი გოლი. განწყობა შესანიშნავი. შესანიშნავი. დავიწყოთ? დავიწყოთ? კი ბატონო, დავიწყოთ. პირველი იუმორისტული გადაცემა თქვენ გქონდათ. ხო ესეა? დიახ. ხო, იმიტომ მე რატომღაც მეგონა რომ პირველი იუმორისტული გადაცემა კურიერი იყო და ანუ არის ესე იგი შევცდი. სვათაშორის ჩვენ ის გქონდა რა ქვია. აი 92-ში გავედით ხო? 13 აპრილს სვათაშორის 13 აპრილს 27 წელი უსრულდება პასიანს. ვა! მოსალოცი ამბავია. კი ბატონო. ფილოცავ. ხო და ასეთი ის იყო რა ქვია, ის ქონდა ჩვენ. თავსატეხი რო ისება რა ქვია იმ ჯანდებას კაცო. კროსვორდი. კროსვორდში ამოვიდა. კროსვორდში ესეთი რამე იყო. კროსვორდში ხო? კი. პირველი იუმორისტული გადაცემა იწყებოდა პათი და თავდებოდა ითი. თუნდაც შეგევსო. ხო. პასიანსი არისო. აბა? აბა გამოიცანი. პათი იწყებოდა და ითი მთავრდებოდა? ვა. პარლამენტი. პარლამენტი, კი ბატონო. ასე რომ კონკურენტები ყავდა. აჰა, მაშინ, მაგრამ ვერ გიწევდნენ წინააღმდეგობას. ვერა. დასაგები. მაყურებელი ბევრი ყავდათ? მაყურებელი შეიძლება ბევრი ყავდა, მაგრამ ტელევიზორი იყო ცოტა. ფიორი სამი, თიძე ჩამოსათვლელი. 90-იანებში თქვენ უფრო ეხა მართლა მაწეხან ვახსენეთ მეტი მაყურებელი ყავდა თუ უბანს? ჩვენ უფრო მეტი მაყურებელი ყავდა თუ უბანს? დასათვლელია რა. შენ სადარბაზოში რო ყავდა მაყურებელი? მაყურებელი მაყურებელი ყავდა ჯინო? ნუ 90-იანებში ახლა უბნის მაყურებელიც იყო, კორპუსის მაყურებელიც იყო და სადარბაზოს მაყურებელიც იყო. ნუ ახლა მე როგორც ყიფშიძის ქუჩის ნავიგატორი. ნავიგატორი, კარგია, ხო? საიდანაც ამოვიდა ეს ყველაფერი, საიდან მოვიდა ყიფშიძის ქუჩა, ეს პერსონაჟი რაღაცა, ნუ იქ გავიზარდე უბანში, სადაც ასე ვთქვათ სასაცილო პაპიროსაც ეწეოდნენ, მაყურებელი ყავდა ერთი. მალხაზა რა. ხო, მალხაზა ისე. მონატრებული ხმა. აუ, ხო, ხან ძალიან მენატრება ხოლმე. ხო და მალხაზა ისეთი იყო სუვიჯდა რა. ხო და სუაზე იყო რა ხდებოდა კრუგონ, ბეგონ ვაფშე და ისეთი მომენტია რომ ზის ახლა სტადიონთან მიჩვეულებიო და მალხაზა იქ უნდა იყოს რა. აქავარ ძმებო თუ რამე. ხო და გადმოდგა თამრიკო დეიდა და თავიშვით. ნოდარიკო, შორს არ წახვიდე, იცოდე თორე წაგიყვანენ და ნარკოტიკებს გაგიკეთებენ. თამრიკო დეიდა ერთი შეგერა ეგ სადარბაზო სად არის? ისე ხალხი რო გიყურებდათ ეხა ხო? ორმაგად უხაროდათ. ერთი იმიტომ რომ ეცინებოდათ ხუმრობებზე და მოსმენა ასე ვთქვათ სიამოვნებდათ და მეორე რომ შუქი იყო. კი, ხო, იმიტომ რომ ისე ვერ მოусმენენ, ხო და ასე ორმაგად გახარებულები ყავდათ. რატო ვიყავით ჩვენ პარლამენტზე უფრო ცნობილები და პოპულარულები? იმიტომ რომ პარლამენტის ტრანსლაცია შუა დღეს გადიოდა და 8-მდე დენი არ იყო და ჩვენ გავდიოდით წლის ნახევარზე. და მოდიებალ დროს დენი იყო. ესე იგი მაინც შუქმა გვიშვება. წაგიკრათ ხელი, ხო? კი, ბატონო. თქვენ დროს ახლა არეული დრო იყო შეიძლება ითქვას თამამად. ხო ესეა, ხო და სტუმრებს იწვევდით თუ თვითონ გივარდებოდნენ სტუდიაში? ჩვენც უვარდებოდით. ჩვენც უვარდებოდით. კი, ქონდა ესეთი შემთხვევა, მე და კიჭას ფილმს ვიღებდით ერთ-ერთს და ძალიან რთული ტასაცმელი ქონდა ამას, რაღაცა სამხადრო ბუძონოვკით რაღაცა შეიარაღებული იყო, ჩაპაევი იყო, მე ანკა ვიყავი იქ ავტომატი, სანამ ეს ყველაფერი შეიარაღება მოკლედ გადაღებას დაგვაგვიანდა და გუნდი წავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ ვიცოდით. ჩვენ ეს ვიცმევდით და რომ გამოვედით, ვეკითხებით რომ სად დაწავიდეთ და დირექტორის კაბინეტში. ნუ ჩვენ ვიფიქრეთ რომ მეორე არხის დირექტორი არა, რა თქმა უნდა, გოგელიას კაბინეტში. პირველი არხი და ეგრევე ავაჭერეთ ზემოთ და ეს კიჭა გააღო კიჭა მკარი და მოსაცდელი სტუმრებია ბევრი და ია შეიარაღებულები. და მე ეს ბუდიონოვკით ეს წითელი ისა ეს ჩექმები, მაუზერით მეც ავტომატით ანკასტონში ხო ჩასული და რაღაცა
მე ვიკითხე რომ ეს ჩვენებს აქ არ შემოულიათ მეთქი და ვინ თქვენებსო წითლები, თეთრები ხარ, ესერები ხარ. ძალიან პოპულარულები იყავით. და რეკლამაში არ გიღებდნენ ხოლმე? რეკლამაში იყო რეკლამა მაგ დროს კი აღარ მახსოვს მართალი ვიტყვი. იყო პირველი რეკლამა. ყოფილიყო ცუდი იქნებოდა რა. წარმოიდგინე ხა მე რომ მითქვა რა. გახდი მხედრიონელი და ჩაუჯექი ბუთკას წილში. მოიცა, ეხლა გამახსენდა. როგორ არის მე ალიკო და ჯაბა გადაგვიღეს იმაში. ესეთი სერვისი იყო პირველად საქართველოში, მაშინ იყო, მე კი არა, მე დაიწყეს. იყო ჯანი ესეთი ფირმა და ხინკალი გამოძახებით. მიტანით, ხო? და მე ალიკო და ჯაბა ხარშავთ ხინკალს გადაგვიღეს რგოლში, სარეკლამო რგოლში, ჯანი ერქვა, ჯანი ამ ფირმას მე მგონი და ახლა წარმოიდგინე 92 ში ამ ხალხს გაიგე და კაპიკები ღირს მაშინ რეკლამის დატრიალება კაპიკები ღირს დღეში 100 ჯერ გადიოდა მე ალიკო ჯაბა ხინკალს ჩამხარჭა და ბიჭო სადარბაზოში ესე შევდიოდი საჭირო მეზობლებს ვარ ვეცემეთ შენ ჭამ შენ ჩია და გავიდა ერთი ორი თვე თუ რაღაცა და კუჭის ექიმთან წავედი რა სხვას ნუ მოხდი კუჭის ექიმთან გამოვდივარ მოგეთ რაღაც გასტრიტი დამიმტკიცდა და გამოდიო შემხთა ნაცნობი ვა კიჭე როგორ ახარ კარგად რა გინდა აქ და რიგი დგას აქეთ რა ქალები კაცები ხო იცი უფროსის ასაკის მაშინ ჩემხელები მაშინ იქნებოდნენ ალბათ ხო მეთქი აქ რა მინდა რა გასტრიტი დამიმტკიცდა მეოთხე რას კუჭიო ესაო და ქალი მისმის და ხოშვილო რასაც შენ ხინკალს ჭამ ყოველ დღეო ისე თავიდანვე იცოდით იუმორისტულ გადაცემას რო აკეთებდით თუ ეთერში რო გახვედით ხალხს რო გაეცინათ მე თქვით იუმორისტულიაო სვათაშორის ეს ხო მეორე აღზე გადიოდა პირველად გადიოდა მოამბე და ეს უნდა ყოფილიყო მოამბე 2 წესი მაგრამ გამოვიდა პასიენსი რა გაეცინათ სხვადასხვა გვარამიასაც იუმორისტული გადაცემა აქვს, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება და არ იცის რომ იუმორისტულია ეგ გადაცემა, თორე იუმორისტულია. თქვენი გადაცემა ეხა რო გადიოდა, აი თქვენს კონკურენტ არხზე რა იყო მაგ დროს? კონკურენტ არხზე გადიოდა, მაგრამ სულ ისმოდა ხაზები. სხვადასხვის ახლაც მასია რუსთავიორზე, ტუმა პრინციპში მან ტუს აღარ ადებენ უკვე. ტუს გარეშია მან ყველაფერი. ეხლა ერთი ისტორია გამახსენდა სადღაც მესამე-მეოთხე თვეა პოპულარობის. ხო. და მაშინ ავტომობილები არ ყავდა, დავდიოდით ფეხით, იმიტომ რომ ტროლეიბუსზე ვერ შეხვიდოდი, უნდა დაკიდებული ყავით, უბრალოდ ეგ გამები და ფეხით მივდივარ და ნუ თან გწნობენ და აუ გვიჭერდნენ. ეხლა შენ ჩემო ოჯახიდან წამოხვიდე. ჩემი ოჯახის სტუმარი უნდა იყო და ნუ ეს ხელების გადაგერხები და ნუ ესე დავდიოდით ხარ რაღაცები და ვაკეში მივდივართ. მწვანეველი იყო მაშინ რესტორანი. მეცხრე წინ რა. პირდაპირ. ხო და მივდივართ და აუ ტიპი ძველი წყალბურთელი მე როგორც გაირკვა სპორტსმენი და მოგვერია რა ეხლა ვარი ნასვამია თან ვარიანტი არ არსებობს და დაგვიჭირა ხელები გადაგრია მწვანეველში შეგვიყვანა რა შუადღეა ხო არავინ არ არის და როგორც კი შევიდა ლიუდა შინაური რა თქმა უნდა სიჩუმეა დავჯი ხო და რა შევით როგორ ახართ ბიჭებო რაღაცა და გავიხედეთ აქეთ პისტოლეტი ქანავს ლიუდა რა თქმა უნდა არ მოდის ლიუდა იმიტომ რომ აქ იასნია ყოველდღე და ყოველდღე რაღაცა დებოშებია რაში როგორ აღარ ასაპირებთ რაღაცებს ბიჟუტურებთ რა ვიცი ხო რაღაცა გვეჩქარება ლიუდა დაარტყა მაგი და გაბზარა და მეთქე ხან აღდათმო აი უკვე მაგრა დაარტყა არ მოვიდა ლიუდა არ მოდის ლუ და ამოიღო და გჯი და გვეყრება ისინი მასრები რა მართლა გეუბნები კრიფავს ვაიმე და ბოლომდე შვიდვე ტყვია ჩაცალა და ლიუდა მორბი შამპანი გავიდა ხო ესე დადგა ეს სამი ბოთლი და გავარდა ეგრევე ბიჭო კანკარეთო რა ხდება და ვეტაკეთ რომ ჩქარა გავხსენოთ რომ ეს ტიპი დავაწნაროთ რა და მრკინას ხო უნდა ეს მოხსნა ეს ხელები სისხლები რაღაცა და უნდა მოხსნათ და დაგვინახა და სანამ ეს ჩატენა რა დაგვინა აუ რა შოვითო და წავორთო ეს ბოთლები ეგრე არ გახსნათო აბა როგორ გავხსნათ ხმაური არ მიყვარს. განა აიღო.
თან აიღო და გადაჭრა. ესე წყნარად შვიდად აუღელებლა რა საერთოდ. და ესეთი ამბები ხდება რომ ჩემ მოკლედ, უღრმესი მადლობა რომ დღეს გამონახეთ დრო და ჩემთან მოხვედით სტუმრად. ბევრი ვიხალისეთ, ვისი ამოვნეთ ჩემს მაყურებელსაც. ძალიან მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. მე კიდევ შეგახსენებთ რომ ჩემი შოუს სტუმარი იყო პასიანსი. მეგობრებო.